ჩვენ ახლა საქალაქო სასამართლოსთან გადავინაცვლებთ, სადაც ჩვენი ჟურნალისტი დიაბაძაღუა მუშაობს, როგორც გითხარით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის განაჩენი დამდგარია, მას მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. დიაბაძაღუა გვერდება ადგილიდან. სულ რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა გადაწყვეტილება თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარდა ამისა, მას ჩამოართმევენ ქონებას ესპანეთსა და თბილისში, ასევე მასთან ერთად დაკავებულ გიორგი ხაინდრავას მიესაჯა 8 წელი. ახლა კომენტარს აკეთებს მისი ადვოკატი ირმა ჭკაძუალა და მოგესმენებთ მის კომენტარს პირდაპირ ეთერში. თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემდგომ ჩვენ შევძლებთ სამი მოსამართლის დარწმუნება. სხვა შემთხვევაში პროკურატურა საკუთარ თავთან და საკუთარ მოწმეებთან მოდის წინააღმდეგობაში და სამწუხაროდ დღეს აუცილებლად გავასაჩივრებთ და იმედს ეს საქმე ხაინდრავას ნაწილში ასევე აუცილებლად წავა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სასამართლოში. საპროცესოზე გქონდათ მიმართული, თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდეს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით? თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია. თქვენ ასევე მოისმინეთ ბატონი ხაინდრავას პოზიცია, რომ ის ამბობდა, რომ თუ რეალურად მის ქმედებაში რაიმე დანაშაული იყო მომხდარი, ეს არ იყო, თქვათ, ის, რასაც ბრალდება ედავებოდა. სამწუხაროდ სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რაც მიმაჩნია, რომ არის დაუსაბუთებელი. მადლობა, ირმა ჭკადუას უსმენთ. ირმა ჭკადუას უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. ახლა ჩვენ ხედავთ ბატონ დიმიტრი მჭედლიშვილს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არის ვლადიმერ ღუდუშაური, რომელსაც გაუფორმებენ საპროცესო შეთანხმებას. ბატონო დიმიტრი, გითხარით თუ შეიძლება გაუფორმეს საპროცესო, გითხარით ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით უფრო მეტი, მან ის არის ერთადერთი, ვისაც უფორმებენ საპროცესო შეთანხმებას. რა თქმა უნდა, დღეს კიდევ ერთხელ სასამართლომ გამოიკვლია ეს საკითხები. როგორც მოგეხსენებათ, კანონის თანახმად სასამართლო თავად უნდა დარწმუნდეს, რამდენად შეესაბამება ეს პირობები ბრალდებულის ნებას და ბრალდებულმა დაადასტურა, რომ კი ეს პირობები შეთანხმებული იყო მასთან, ეს იყო მისი ნამდვილების გამოხატულება და შესაბამისად კანონის სრული დაცვით მოხდა ამის დამტკიცება. ბატონო, უნდა კითხოთ აუცილებლად, ვლადიმერ ღუდუშაური არის პირი, რომელზეც ამბობს დაცვის მხარე, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს დაადო ხელი და თავარი მოწმა სწორედ პროკურატურის ის იყო. რას გვეტყვით მის პოზიციაზე? მის პოზიციაზე გეტყვით, რომ ვლადიმერ ღუდუშაურმა აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედება და თქვა ის სიმართლე, რაც რეალურად ამ საქმეში არსებობდა და რაც დღეს დადასტურდა გამოცხადებული განაჩენითაც. შესაბამისად, ვინვის დაადო ხელი, ამაზე მე ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ მან თქვა სიმართლე და ეს დღევანდელი განაჩენითაც დადასტურდა. მადლობა, ძალიან დიდი ქალბატონი ხათუნა ხურცილავა იმყოფება ჩვენთან ერთად, რომელიც არის ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი. ქალბატონი ხათუნა, მობრძანდით თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში ვმუშაობთ. გითხარით თქვენი პოზიციის შესახებ უფრო მეტი, აქეთ მობრძანდით თუ შეიძლება. ქალბატონი ხათუნა არის ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი, განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. გითხარით მეტი. გასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება, ჯუანშერ ბურჭულაძე არ ესწრებოდა თავად და ამიტომ მისი პოზიცია არ ვიცით. თქვენი პოზიცია? დიახ, აუცილებლად გავასაჩივრებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, რომ ნაწილობრივ მაინც მიიღებდა სასამართლო გონიურ გადაწყვეტილებას გამამართლებელ განაჩენს გულისხმობ, მაგრამ არაუშავს გავასაჩივრებთ და სააპელაციო საჩივარში ვიდავებთ. რატომ არ ელოდებოდით გამამწუნებელ გადაწყვეტილებას იმ ესაც საპროცესოზეც გქონდათ მიმართული და ნაწყვი არ ველოდებოდით სულ გამამტყუნებელ განაჩენს, იმიტომ არ ველოდებოდით, რომ ბრალდება მხოლოდ დამოკიდებული იყო ღუდუშაურის ჩვენებაზე. სანამ ტუკვაძის ჩვენება და ღუდუშაურის ჩვენება ორივე იყო მნიშვნელოვნად მიჩნეული ბრალდების მხარის მიერ. სანამ მათმა არ მისცეს ჩვენება, ბრალი ვერ წაუყენეს ბატონ ჯუანშერს და ეხლაც მოსამართლე გაიზიარა პროკურორის ეს ორი უსუსური ჩვენება თავის გადარჩენის მიზნით, რომელმაც მიცეს ღუდუშაურმა და მეორე ბრალდებულმა და ტუკვაძემ და აქედან გამომდინარე საკუთარი თავი ესე გამოვიდა, ხო? ორივე თავისუფალია. გადარჩენის მიზნით მისცეს მათ წინააღმდეგ ჩვენება. თქვენ ბოლო დღემდე ამბობდით, რომ პროკურატურის უარის მიუხედავად, რომ აწარმოებდით მოლაპარაკებებს, მათთან რა გახდა საბოლოოდ უარის მიზეზი და გითხარით ჯუანშერ ბურჭულაძის პოზიციასთან დაკავშირებით ზიანის ასანაზღაურებლადაც იყო მზად და აღიარებდა ბრალს ასევე, რადგან წინაპირ პროკურატურამ რატო გითხრა უარი საპროცესოზე? პასუხი არ გვაქვს. უბრალოდ უარი ვთქვით, თორე რატო ვამბობ? მან თქვა, რომ სასამართლო პროცესზე არ უთქვამს მას, რომ ის აღიარებდა ბრალს ქალბატონო ხათუნა. პროცესის შეთანხმებისთვის. დღეს სხვადასხვა სხვა და ამიტომ არის გაუგებარი. ეს სტრატეგია იყო თქვენი ერთგვარი, თუ აღიარებდა ის ბრალს.
გზას ვაპირებდით თუ საპროცესო გადაწყდებოდა რა გადაწყვეტილებას მივიღებდით დეტალებს შევთანხმდებოდით პროკურატურასთან ეგ იყო ნაგოლის ხმები თორე ხა ვირას იზამდა კონკრეტულად ეს წინასწარ არავინ თუმცა ეს რეალურად თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს ასე მიიჩნევს უდანაშაულოდ თავს რატომ დაატოვა ხილმათა დარბაზი რატომ არ დაელოდა სასამართლოს არ ქონდა ალბათ სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების უფლება და შესაძლებლობა კი ბატონო თქვენ პირდაპირ ეთერში უსმენდით ხათუნა ხურცილავას რომელიც არის ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი შეგახსენებთ რომ სულ რამდენიმე წუთის წინ მიესაჯა ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლის თავისუფლების აღკვეთა ასევე ქონების ჩამორთმევა ესპანეთსა და თბილისში გარდა ამისა 8 წელი მიესაჯა მის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს ასევე 8 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე მის მოადგილეს გიორგი ხაინდრავას ხოლო რაც შეეხება ვლადიმერ ღუდუშაურს რომელიც არის ერთადერთი ვისაც უფორმებენ საპროცესო შეთანხმებას მას მიესჯება 4 წლის პირობით მსჯავრი 1 წლის თავისუფლების უпростоრად თანამდებობის დაკავება და 10,000 ლარიანი ჯარიმა